მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ჩემო გამომწერებო. მე თქვენ შეგბირდით თუ გახსოვთ, რომ ამ ზაფხულს გვექნებოდა ბევრი სიურპრიზი და ერთ-ერთი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელ დღეს. კომპანია კოლხისგან შევიძინე ესეთი ძალიან ხარისხიანი, კარგი ნავი, გასაბერი ნავი, რომელიც 3 სექციად იბერება, აქვს გასაბერი ძირი, რომელიც ძალიან მყარი ხდება და ადამიანს ჩვეულებრივ შეგიძლია შიგნით ფეხსეს რო დადგეთ და ორ ნაწილად იბერება გარშემო ეგრეთ წოდებული ბალონები. ნიჩბებიც არის ძალიან ხარისხიანი, არმირებული მასალა არის, შიგნით რეზინის შიგნით არის ბრეზენტის თხელი ფენა, რომელიც აძლევს საშუალებას ნავს, რომ ზედმეტად არ გადაიბეროს და არ დაკარგოს ფორმა და არ მიიღოს დეფორმაცია. ნავს მოყვა ორი დასაჯდომი, ერთ დასაჯდომზე ესეთი რბილი პენოპლასტივით შავი მატერია ეს დავაწებე. მეორეზეც მინდა რომ დავაწებო, ამას გავტესტავ ახლა დღეს როგორი იქნება. სხვათა შორის ზამთარში ხე მაინც იღებს სიცივეს და ასე თუ ისე შეიძლება შევცივდეს და ეს ერთგვარ თერმოიზოლაციასაც აკეთებს ხის დასაჯდომსა და ჩვენ შორის. შევიძინე ესევე ძრავი, რომელიც გახლავთ 63 cc ესეთი განზომილება აქვს. სიმართლე გითხრათ, ეს ძრავი არის ბენზობურღი რომ არის, აი იმ ბურღის ძრავი, მოხსნილი აქვს რედუქტორი და პირდაპირ დაერთებული აქვს ქვედა ღერძზე, რომელზეც აყენია პროპილერი. თუ შეიძლება ჩემ ოპერატორს ვთხოვ, მოვიდეს ჩემთან ახლოს. მინდა გაჩვენოთ აი ეს ეგრეთ წოდებული ხმის დამხშობი მაყუჩი დავაყენე, რომელიც ქონდა ახლობელმა მაჩუკა ბენზო გამათბობელი იყო, მანქანებში აყენია ხოლმე და აი მიკროავტობუსებშიც უყენია, თողონდ ის დიზელზეა ხოლმე და იმას ეყენა ეს და გადმოვიტანე, ცოტა კორექტირება გავუკეთე და დავაყენე ძრავზე. აქი დაერთებულია გრუჩიტელზე, ეგრეთ წოდებული გრუჩიტელზე, შიგნით აზბესტის სალნიკი დაუდე, რომ არ გააპაროს გამონაბოლქვი. მინდა დღეს გავტესტო თქვენთან ერთად და ვნახოთ თუ რა სიჩქარეს განავითარებს. ნავი რამოდენიმეჯერ გამოვიყენე, ალბათ ეთყობა კიდეც ხმარების კვალი, მაგრამ ძრავი ჯერ არ გამომიყენებია და მინდა რომ გავტესტო როგორი ეფექტი ექნება და როგორი სიმძლავრით წაიყვანს ძრავი ამ ნავს. ავიც როგორც ვიკითხე, 3.5 ცხენის ზალა უწერი ამ ძრავებს, მაგრამ რეალურად მაგდენი არ არის. და მაგიტომ მაინტერესებს თუ რა სიმძლავრეს განავითარებს ჩვენს ნავზე. რაც შეეხება ნავის სამაგრს, აი ესეთი ისინი მოყვა ამ ნავს, ესენი მე თვითონ დავაწებე. კომპანია კოლხის წარმომადგენელმა მომცა ამის რეკომენდაცია და მასალა თუ როგორ უნდა გამეკეთებინა. აქ პლასმასი ეყენა დაახლოებით აი ამ სიმაღლე იყო და მე მგონი ცოტა მაღალზე მოუწევდა ძრავს ყოფნა, რომ პროპილერი არ ჩავიდოდა ბოლომდე წყალში. ამიტომ შევცვალე ხით, ცოტა დაბლა დავწიე და ნახოთ როგორი ეფექტი ექნება. აშაზე მოდი შევცუროთ წყალში. თბილისის ზღვაზე ვართ ამოსულები და ვნახოთ ერთად თუ როგორი ეფექტი ექნება.
როგორც კი შუა ადგილას დავჯექი, ნახეთ, ბევრად სწრაფად წავედით. მოგლე ჩემო მეგობრებო, სულ ეს არის ისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის. თუ რაიმე კითხვები გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარის სახით, გკითხოთ და ჩემი არც თუ ისე დიდი გამოცდილებიდან შემიძლია გირჩიოთ რაღაც საკითხები. ნავი საკმაოდ მყარია. მე და ჩემი შვილები სამი ერთად ვისხედით ნავში და კარგად ვიარეთ. სამი ზრდასრული ადამიანი ჩვეულებრივ თავს ხდება ამ ნავში. ნუ ძრავი რა თქმა უნდა შესაბამისად მაგდენ წონაზე არ არის გათვლილი. ვერ ატარებს ისეთი სისწრაფით როგორც დღეს ვიარეთ, მაგრამ აი თავისას გააკეთებს და ნიჩბების ქნევას საჯობებს. ეხლა წავალთ ნავს გავრეცხავ, გავაშრობ და შევინახავ საწყობში. აუცილებლად მინდა ნადირობის ახალ კანონთან დაკავშირებით ერთი ვიდეოს ჩაწერა, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაანონსებ და მინდა პატარა გამოკითხვაც ჩავატარო. დროებით დარჩით ჩვენთან.